ხამზად ჩიმაევი შეხდება UFC-ს ჩემპიონს, რომელიც გამარჯვების მერე ეზასავება თავის ტრენერებს. დიახ, დღეს გაგაცნობთ თეთრკანიან აფრიკელს, რომელიც არის UFC-ს ჩემპიონი 84 კილოგრამში და მას ჰქვია დრიკუს დუპლესი. 16 აგვისტოს ისინი შეხვდებიან. ხამზად ჩიმაევი და დრიკუს დუპლესი. როგორც იქნა დადგა ეს დრო და მოდით დღეს გავიგოთ, რატო კოცნის ყოველი გამარჯვების მერე დრიკუს დუპლესი თავის მწვრთნელებს და განახოთ მისი ყველა ბრძოლა. მოკლედ გაიცანით, ყველაზე მახინჯი სტილით მოჩხუბარი UFC-ს ისტორიაში დრიკუს დუპლესი. დუპლესი დაიბადა 1994 წლის 14 იანვარს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში. დრიკუსის ოჯახს ფრანგული წარმოშობა აქვს. მისი წინაპრები აფრიკაში 300 წლის წინ ჩამოვიდნენ, რადგან იყვნენ პროტესტანტები და ეძებდნენ რელიგიურ თავშესაფარს. დუპლესის მოგვარეები აფრიკაში დაკავდნენ მეღვინეობით და სოფლის მეურნეობით. სწორედ რომ ეს ორი ბიზნესი ხვდა წილად დრიკუსის მამას მემკვიდრეობით და დღესაც ისინი ამუშავებენ აფრიკაში ერთ-ერთ წამყვან ფერმას და სოფლის მეურნეობას. თავის ორ ძმასთან ერთად მომავალი მსოფლიო ჩემპიონი ბავშვობიდანვე შრომობდა ფერმაში. ის იხსენებს, რომ მისი დილა იწყებოდა ცხოველებზე ზრუნვით, მერე ის ამოწმებდა სოფლის მეურნეობის მანქანებს და ეხმარებოდა მამას სხვა დანარჩენ საქმიანობაში. დრიკუსი ამაყობს და ძალიან უყვარს თავისი ოჯახი. საკუთარ თავს ნამდვილ აფრიკელად მიიჩნევს და იძახის, რომ აფრიკა მისი სახლია, რადგან ის იქ დაიბადა და გაიზარდა. მამაჩემი ძალიან თავმდაბალი და მშრომელი ადამიანია. ბავშვობიდან მე და ჩემი ძმები მას ვეხმარებოდით ფიზიკურად. თან ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მეტ თივას გადაზიდავს, ანუ ვინ უფრო მეტ ტერიტორიას მოხნავს ტრაქტორით. 5 წლის რომ ვიყავი, ძმებთან ერთად კარატეზე დავდიოდი. მერე 10 წლის ასაკში მამამ ჭიდაობაზე შემიყვანა. მე მაინდა-მაინც არ მომწონდა ჭიდაობა, მაგრამ მამა მეუბნეოდა, რომ ეს მე ცხოვრებაში გამომადგებოდა. ის არც ერთ შეჯიბრს არ მაზავდა. ანებებდა სამსახურს თავს, 4 საათი მანქანით მოდიოდა ტურნირზე, რომ ენახა ჩემი 5 წუთიანი შეხვედრა. ასეთი საქციელის მერე მეტი мотивация მეძლეოდა ვარჯიშიც. ვიცოდი რომ ჩემი ვიღაცას ჯერა. რაც შეეხება ტუჩებში კოცნას, ორიენტაციასთან ამას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის აფრიკული ერთგვარი ტრადიცია მადლობის მოხდის. ეს იგივე არის, რომ რომელიმე მებრძოლი მოიგებს ბრძოლას და წავა და ჩაეხუტება და გადაკოცნის ან რა ვიცი, ხელს ჩამოართვავს თავის მწვრთნელს. როგორც დრიკუს დუპლესი იძახის, ის იგივე საკეთებს თავის ძმებთანაც, მამასთანაც და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც პატივს სცემს. 12 წლამდე დუპლესიმ უამრავი ადგილობრივი ტურნირი მოიგო ძიუდოში და თავისუფალ ჭიდაობაში. 14 წლის ასაკში აფრიკელ ბიჭუნამ გადაწყვიტა სპორტის შეცვლა, მან დაიწყო ვარჯიში კიკბოქსინგში და პარალელურად თამაშობდა რაგბის სკოლის ნაკრებში. კიკბოქსინგში დუპლესი 33 შეხვედრა მოიგო, რაც თავარი აქედან 30 ბრძოლა მან ნოკაუტით დაასრულა და აი ასე დაუმარცხებლად 17 წლის ასაკში ის გახდა პირველი მსოფლიო ჩემპიონი კაირჩის სამხრეთ აფრიკიდან. დრიკუსი დღეს არის მოქმედი ჩემპიონი, მაგრამ ბევრი ექსპერტი და სერიოზული მებრძოლი იძახის, რომ ის საერთოდ არასწორად აკეთებს, ანუ ვიზუალურად ყველაფერს აკეთებს არასწორად, მაგრამ ფურცელზე და შედეგებზე ყველაფერი სხვაგვარად არის. ძიუდომ, თავისუფალ ჭიდაობამ, რაგბიმ და კიკბოქსინგმა შექმნა ახალი რაღაცა ამოუცნობი სტილი. პლუს ამას დრიკუსის არაბუნებრივ გამძლეობამ და ძალამ მართლაც გახადა ის დაუმარცხებელი. მოკლედ 18 წლიდან დუპლესიმ კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი სპორტის სახეობა და აირჩია MMA. 1 წელი ივარჯიშა და 19 წლის ასაკში მან ჩაატარა თავისი პირველი პროფესიონალური ბრძოლა MMA-ში ადგილობრივ პრომოუშენში. UFC ეს აფრიკული ყველაზე ცნობილი პრომოუშენია, საიდანაც გამარჯვებულები მერე აგრძელებენ კარიერას ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის Bellator და UFC. სწორედ აქ დუპლესიმ პირველად აიდგა ფეხი MMA-ში, სადაც თავის სადებიუტო ბრძოლაში 83 კილოგრამში შეხვდა 2013 წელს ტეს მაკუებას. ამ ბრძოლაში დუპლესიმ პირველივე რაუნდში თავის მეტოქეს მუხლის შემთხვევით დაუზიანა და მოიგო ეს შეხვედრა. სამ თვეში დრიკუსი გადის თავის მეორე ბრძოლაზე, სადაც მას ნახევარი რაუნდი დაჭირდა ფინიშისთვის. Gets win number 2 of his UFC Africa career. Submit Duplessis. ამავე წლის ოქტომბერს დუპლესი ხვდება თავისნაირ თეთრკანიან აფრიკელ ჯონს ლამბერტს. ეს შეხვედრა 3 რაუნდს გრძელდებოდა. ძირითადად დრო სპორტსმენებმა პარტერში გაატარეს ერთმანეთის დახშობის მცდელობით. მაგრამ კაი ჩეხაობაც მოასწრეს და მესამე რაუნდის მეორე წუთზე დრიკუსმა ისე ბრუტალურად დაახშო თავისი მეტოქე, რომ ის გამოცხადებაზეც კი ფიზიკურად ვერ გამოვიდა. Holds on, that he got it in. Lamprecht is holding on. Deep, you can see
hook landed. JC stalking, landing shot. 1-2 by Drickus. Now Lovecraft unloading. Fight of the night. Oh, again, Drickus. Just see there's no more power in this. Not good for Lovecraft. He's got it in, Ian. Not good. There it is! Submission! Drickus du Plessis! Drickus still knocks du Plessis! 2014 წლის თებერვალს დუპლესი თავის რიგით მეოთხე შეხვედრას დონოვან ჰოაკინთან ატარებს. ეს შეხვედრა პირველივე რაუნდის ბოლოს დასრულდა ბრუტალური განადგურებით. დუპლესიმ თავისი მეტოქე მიწაზე გადაიყვანა და თავში იმდენ ხანს ურტყავდა თავისი დაყვებს, სანამ ოპონენტს არ გაუხია შუბლი. Big elbows by Drickus. He has to work. 20 seconds to go. He's going to land more and more. Drickus not having a very close look. This hooky Drickus is landing again and again. And that is over. Still knocks du Plessis! დაი 2014 წლის 30 აგვისტოს დუპლესი პირველად მარცხდება თავისზე სამჯერ გამოცდილ გარეტ მაკლელათან მახრჩობელით. სხვათა შორის ამ შეხვედრის მერე გარეტი UFC-სთან გააფორმებს კონტრაქტს, სადაც ერთ ბრძოლას მოიგებს, სამს წააგებს და დაასრულებს კარიერას. დუპლესის ცხვირის პრობლემები ჰქონდა და ის საერთოდ ვერ სუნთქავდა, რაც ისახებოდა მის გამძლეობაზე და ამ ბრძოლაშიც მესამე რაუნდში ის უკვე განადგურებული იყო და მაგიტომაც წააგო. მას ჭირდებოდა ოპერაცია, მაგრამ ცოცხალი თავით ის ოპერაციას არ იკეთებდა, იმიტომ რომ არ უნდოდა ბრძოლების გამაზვა და აი ესე 2015 წელს ის შეხვდა დარენ დენიელს. ამ შეხვედრის პირველივე წამებზე დრიკუსმა თავისი მეტოქე კინაღა მდგომიარე დაახშო, თუმცა დენიელი გამოძვრა. მას დგომში უნდოდა ჩხუბი, მაგრამ აფრიკელმა ის მაინც დაამიცა და რაუნდის ბოლოს ამ სპორტსმენსაც გადაუკეთა და ჟანგბადის მიწოდება. Ori 2015 წელს დუპლესიმ დივიზიონის შეცვლა გადაწყვიტა და ჩავიდა 77 კილოგრამში, სადაც მას ელოდა დინო ბაგატი. სპორტსმენებმა ჯერ პრეს-კონფერენციაზე კინაღამ დასხეს ერთმანეთს და მერე გადაინაცვლეს ოქტაგონზე. პირველი რაუნდი სპორტსმენებმა დგომში გაატარეს თითქმის მთლიანად. ორივე მებრძოლი კარგად ჩხუბობდა, მაგრამ დუპლესი მაინც უკეთესი იყო. ერთ მომენტში მან თავისი ოპონენტი ნოკდაუნშიც კი გაუშვა, მაგრამ ამ რაუნდში დრიკუსმა ვერ მოასწრო ფინიშის გაფორმება. Really like no other, very impressive. There must be caustic with both of these guys. Drickus du Plessis, a very lethal knee. Oh, he Oh, hits the Dino's in chin. trouble here. Cage, Dino is. Dino's in big trouble. Du Plessis looking good left again by Du Plessis. Out hit to recover. I like how Du Plessis combinations as soon as Dino tries. Well, that left hook is really working for Drickus at the. And now Drickus looks for the take. It's a round number 1. მეორე რაუნდში ბიჭება ჯერ დგომში გაცვალეს რამოდენიმე დარტყმა და მერე გადავიდნენ მიწაზე. დინო ხან დრიკუსის დახჭობას ცდილობდა, ხან ხელზე მტკივნეულთ უნდა და ფინიშის მოპოვება, მაგრამ აფრიკელი იმდენად არაკომფორტული მეტოქე აღმოჩნდა მისთვის, რომ მას არაფერი გამოუვიდა. ბოლოს დუპლესიმ გადაიბარა დომინაცია და მალევე ტრადიციულად დაახჭო თავისი ოპონენტი. He can rely on brute strength. Both these guys are technically sound on the ground, but რამოდენიმე თვეში დუპლესი ხვდება მეორეჯერ ბრუნო მაკულოს პირველ შეხვედრაში გასულ. დრიკუსმა ის პირველივე რაუნდში დაახჭო. ამ ბრძოლაში იგივე მოხდა. ერთადერთი განსხვავება იმაში იყო, რომ დუპლესი მის ჯერ პირველ რაუნდში დაღეჭა და შემდეგ მეორე რაუნდში დაახჭო. he gets it. That should be it. That's going to be it. Drickus du Plessis. Drickus still knocks du Plessis. 2016 წლის ზაფხულში დუპლესი EFC-ს პრომოუშენში სატიტულო შეხვედრას მართავს 77 კილოგრამში მარტინ ვან სტადენთან. ეს სამრაუნდიანი შეხვედრა იყო, სადაც დუპლესი დომინირებდა ყველგან. მან ჯერ თავისი ოპონენტის ფეხები დაცხრილა და შეანელა ის, მერე პარტერში იდაყვებით ჩააჩაქუჩა და ბოლოს დაღლილი ვან სტადენი დაახჭო და გახდა EFC-ს პრომოუშენის ჩემპიონი 77 კილოგრამში. This fight's incredible. Listen, he's got him trapped. Minute 3 seconds remaining. He gets the victory. And the new EFC welterweight. 77 კილოგრამში ქამრის მოპოვების შემდეგ დრიკუსმა 84-შიც მოინდომა ჩემპიონობა და ამავე წელს შეხვდა პოლონელ სპორტსმენს. მან ახალ წონით კატეგორიაში თავისი გამოსვლა ტრადიციულად მახრჩობელით აღნიშნა.
84 კილოგრამის შემდეგ დრიკუსი ჩადის 77 კილოგრამში და ხვდება ბრაზილიას. აი ესე ჩუბობდა ხოლმე, ხან 84 კილოგრამში, ხან 77 კილოგრამში. მისია იყო ამ პრომოუშენში გამხდარიყო ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი და მას ეს ყველაფერი გამოუვიდა. მაგრამ ჯერ წინ ჰქონდა ბრძოლა ბრაზილიელთან, მაურისიოსთან. დუპლესიმ თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში კინაღამ გაგუდა. თითქოს ბრაზილიელმა ხელიც დაარტყა, ნებდებოდა, მაგრამ ბრძოლა მაინც გაგრძელდა და აფრიკელმა ის პარტერში იდაყვებით ბრუტალურად დააფინიშა. Dricus still knocks Duplessis. 2017 წლის 19 აგვისტოს დუპლესი ისევ ადის 84 კილოგრამში, ოღონდ ამჯერად ის იბრძოლებს დივიზიონის ტიტულზე იანიკ ბახატისთან. ბრიტანელი ამ დივიზიონის ჩემპიონი იყო, რომელმაც თავისი ბოლო ყველა ბრძოლა ფინიშით დაასრულა. ის პრესკონფერენციაზე ძალიან აგრესიულად იქცეოდა და დუპლესის ერთი სილაც შემოულაწუნა. ეთყობა გაუთქმდა, რომ თეთრკანიანი აფრიკელია, თვითონ კი ბრიტანელი. მებრძოლებმა პირველივე წამებიდან შეხვედრა დაიწყეს უმოწყალოდ შეხაობით. ყველას ეგონა, რომ ეს რაუნდი დგომში წარიმართება და აუცილებლად ნოკაუტით დასრულდება, მაგრამ დრიკუსი ვამპირივით ეცა ყელზე შავმამბას და დაახჩო ის 90 წამში. ასე გახდა დრიკუს დუპლესი 23 წლის ასაკში ამ პრომოუშენის ორი წონით კატეგორიის ჩემპიონი. წლის 14 აპრილს დუპლესი ჩადის პოლონეთში სატიტულო ბრძოლით რობერტო სოლდიჩთან. ეს იყო პრესტიჟული პრომოუშენი KSW, რომლის მოქმედი ჩემპიონიც იყო ხორვატიელი და მისი ბრძოლის სტილიდან გამომდინარე მას ძალიან ამსგავსებდნენ მირკო კროკოპს. მაგ მომენტისათვის სოლდიჩ 7 ზედზედ გამარჯვება ჰქონდა და რაც მთავარია, მან 7-ვე თავისი მეტოქე დაანოკაუტა და იყო უკონკურენტო. პირველივე რაუნდი ადგილობრივ ჩემპიონმა დაიწყო ძალიან აგრესიულად და დარტყმების კომბინაციით წააქცია დუპლესი მიწაზე. აფრიკელმა კი შეძლო ფეხზე ადგომა, მაგრამ ისევ მოყვა ხორვატიელის თავდასხმაში. დრიკუსმა დროზე მოტვინა ჭიდაობის გამოყენება და ულამაზესი სუპლექსით გამოაცალა თავის აგრესია ხორვატიელს. დარჩენილი 2 წუთის განმავლობაში ჩვენი გადაცემის გმირი არ ასვენებდა ხორვატიელს. ის მას ხან დგომიარეს აღჭობდა, ხან წოლიარეს. აშკარად პირველი რაუნდი აფრიკელის სასარგებლოდ დასრულდა. შეხაობა მეორე რაუნდშიც გაგრძელდა, ოღონდ ამჯერად დუპლესი მოკლე ჰუკით დაანოკდაუნა ხორვატიელი და მერე მიწაზე დააფინიშა ის. Soldic again, looking for that left. Oh, he got rocked. Down goes the champion with a big shot that came from nowhere. Duplessis in there, it's all over. Roberto Soldic knocked down, knocked out. The champion loses the belt. And you still knocks Dricus Duplessis. ბევრი გამარჯვება მაქვს საბმიშენით, მაგრამ მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ კაერჩი და მზად ვარ ყოველთვის ყველას ვანახოთ თუ რა შემიძლია დგომში. ორგანიზაციამ ნახევარ წელიწადში მისცა ხორვატიას რევანშის ჩატარების უფლება. როგორც ჩანს, დრიკუსი ნამეტანი დარწმუნებული იყო დგომში გამარჯვების, მაგრამ ხორვატიელი კარგად იცავდა დისტანციას, რის გამოც დუპლესი მას სათანადოდ ვერ წვდებოდა. ეს შეხვედრა გრძელდებოდა 3 რაუნდს, სადაც სოლდიჩი უკეთესი იყო და ბოლოს მან დაანოკაუტა აფრიკელი. ეს იყო დუპლესის კარიერაში მეორე და უკანასკნელი მარცხი. მის მერე 7 წელი გავიდა უკვე და დრიკუსს წაგება აღარ უნახია. მარცხის მერე დუპლესი ინტერვიუში იტყვის, რომ მას ხორვატიელთან ჩხუბის დროს ძალიან გაუჭირდა წონის კლება, ამიტომ 2019 წლის 14 სექტემბერს ის ამავე ორგანიზაციაში ადეს 84 კილოგრამში და ხვდება გერმანელ სანტოს ლუტერბახს. ამ შეხვედრაში ჩანდა, რომ დრიკუსი 84 კილოგრამში ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და როგორც შედეგი, ეს ბრძოლა დასრულდა მეორე რაუნდში გერმანელის დაცხრილვით პარტერში. Mark Goddard watching very carefully, looking from underneath and over. Look at that, it's like a force stroke. The shots are going in, there's no answer. What is Santos going to do from the ground here now? Duplessis hurling in the pressure. That's it, it's all over. It's a TKO. შემდეგ შეხვედრას დუპლესი ჩაატარებს ისევ აფრიკაში, მშობლიურ EFC-ს ორგანიზაციაში, სადაც პირველივე რაუნდში დააფინიშებს თავის მეტოქეს და დაასრულებს თავის მოღვაწეობას ამ პრომოუშენში. EFC
დუპლესი პანდემიის გამო ვეღარ გადიოდა ტურნირებზე და სწორედ ამ დროს გამოჩნდა UFC, რომელმაც მას შესთავაზა კონტრაქტი და ბრძოლა ბრაზილიელ მარკუს პერესთან, რომელიც იყო LFA-ის ყოფილი ჩემპიონი. მართალია სტერდაუნზე ბრაზილიელი ჯოკერი ეფექტურად გამოიყურებოდა, საქმეზე კი ყველაფერი სხვანაირად დასრულდა. ამ რაუნდის პირველივე ნახევარში მებრძოლები იყვნენ დაკავებულები ერთმანეთის ფეხების დაცხრილვით და აი მეორე ნახევრიდან წავიდა ჩეხაობა, სადაც დუპლესი ბევრად უკეთესი იყო და თავისი დებიუტი UFC-ში მან დაასრულა ეფექტური ნოკაუტით. Duplessis, he was signed to another Still no Duplessis! ერთ წელიწადში დუპლესი ხვდება ბევრად გამოცდილ ტრევილ ჯეილს. ეს მებრძოლი სამი ზედიზეთ შეხვედრით მოდიოდა UFC-ში, სადაც მან მოახერხა მსაჯების გადაწყვეტილებით რომან დოლიძესთან გამარჯვება. პირველ რაუნდში ტრევინი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის ჩხუბობდა UFC-ის მომავალ ჩემპიონთან, ამიტომ ის საერთოდ არ ნერვიულობდა და ჩხუბობდა ჩამოშვებული ხელებით. მაგრამ რაუნდის ბოლოს, როდესაც დრიკუსმა ის გადაიყვანა მიწაზე, მიხვდა, რომ მის წინაშე ძალიან ძლიერი მეტოქე იდგა. მეორე რაუნდში ჯეილსმა ნახტომში მუხლით დაიწყო, მაგრამ ერთ-ერთ ცვლაში დრიკუსმა ის დაიჭირა და ერთი პირდაპირი დარტყმით გაუშვა ის ღრმაძლიში და გაიფორმა თავისი მეორე ეფექტური ნოკაუტი UFC-ში. სანამ აფრიკელი მესამე UFC-ის ბრძოლაზე გავიდოდა, მან გრეპლინგის ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთ დღეში დაასაბმიშენა გრეისის აკადემიის 5 სპორტსმენი და 2022 წლის ზაფხულში გავიდა ოქტაგონზე ბრეტ ტავარესის წინააღმდეგ. ეს ჩხუბი სამივე რაუნდს გრძელდებოდა, სადაც ვერ ვნახავდით ჭიდაობას. მებრძოლები დგომში ჩეხაობდნენ იქამდე, სანამ ჰავაელი არ დაიღალა და აი მერე ჩეხაობდა მარტო დუპლესი. ის ბევრად უკეთესი იყო, ცვლაში გაასისხლიანა თავისი მეტოქე და პირველად თავის კარიერაში გაიმარჯვა მსაჯების გადაწყვეტილებით. Middleweight division, the Gorilla! 2022 წლის 11 დეკემბერს UFC-ის ოქტაგონზე ერთმანეთს შეხვდნენ დრიკუს დუპლესი და დარენ თილი. აფრიკელმა პირველივე წამებში არჩია პარტერში ბრძოლა. მან გადაიყვანა თილი ქვედა სართულზე და დაუშვა. დრიკუსმა თავის მოწინააღმდეგეს ამ პოზიციაში 60 დარტყმამდე გაუტარა თავში. დარენს მართლა ძალიან გამძლე თავი ჰქონია. მერე აფრიკელმა ის შემოატრიალა და დაუშვა მეორე მხრიდან. ეს იყო ტოტალური დომინაცია. და რომ არა დარენის ასეთი გამძლეობა, ეს ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდებოდა ნოკაუტით. ამდენი ცემის მერე დუპლესიმ ოპონენტის გაგუდვას ცდილობდა, მაგრამ რაუნდის ბოლო წამებზე დაღეჭილ ბრიტანელმა ყველასათვის მოულოდნელად გამოძრომა შეძლო და შემოატრიალა ეს შეხვედრა თავის სასარგებლოდ. ეს იყო უდაოდ ძალიან სანახაობრივი რაუნდი. მეორე რაუნდის პირველი 2 წუთი ბრიტანელი უფრო აქტიური იყო. დრიკუსმა ის მიწაზე გადაიყვანა, მაგრამ დარენი გამოძრა და მებრძოლებმა შეხვედრა დგომში ჩეხაობით გააგრძელეს. ეს იყო ნამდვილად თანაბარი შეხვედრა, თუმცა ბოლო წუთებზე დუპლესიმ წააქცია თავისი მეტოქე და ამის მეშვეობით მან ამ ბრძოლის მონაკვეთი მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა. მესამე რაუნდის პირველ ნახევარში სპორტსმენებმა დგომში ბრძოლა არჩიეს, სადაც ორივე აქტიური იყო და ორივეს ჰქონდა კარგი მომენტები. დარენ თილი მართლა დასაფასებელი მებრძოლი არის, ასეთი დომინაციის მერე პირველ რაუნდში ის არ დანებდა და თანაბრად ჩხუბობდა ბოლომდე. მაგრამ მესამე წუთის ბოლოს აფრიკელმა მაინც მოახერხა ბრიტანელის ზურგიდან აყვანა და თავისი საფირმო მახრჩობელით გაიმარჯვა. To the top 10 next week. 2023 წელი დრიკუსმა დაიწყო დარეკ ბრანსონთან ბრძოლით. ბრანსონმა პირველივე წამებზე გადაიყვანა ჩვენი გადაცემის გმირი მიწაზე, სადაც მას 1 წუთის განმავლობაში აკონტროლებდა და მერე განიძრახა მისი დახრჩობა. დარჩენილ ბოლო წუთზე ყველასათვის მოულოდნელად ბრანსონი დგომში საკმაოდ დამაზიანებლად უტევს დრიკუსს. გადაყავს ის მიწაზე და ცდილობს მის გაგუდვას. ეს რაუნდი დასრულდა აშკარად დარეკ ბრანსონის სასარგებლოდ.
მეორე რაუნდში ჩვენ ვერ ვნახეთ ჭიდაობა. ბრანსონი ამ ბრძოლის მონაკვეთში ჩანდა, რომ ძალიან დაღლილი იყო და ეს შეხვედრა თითქმის მთლიანად დგომში წარიმართა, სადაც დრიკუსი დომინირებდა და რაუნდის ბოლომდე ერთჯერადი აფეთქებებით სახე ააძრო თავის მეტოქეს. მართალია ეს შეხვედრა გონგამდე მიმდინარეობდა, მაგრამ დუპლესიმ ისე სცემა ბრანსონი, რომ მისი კუთხიდან გონგთან ერთად მწვრთნელებმა თეთრი ცხვრის ახოცი გადმოაგდეს ოქტაგონზე და შეხვედრა დასრულდა დრიკუს დუპლესის სასარგებლოდ. ამასობაში დუპლესიმ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა როგორც იქნა და თავის საუკეთესო ფორმაში გავიდა ბრძოლაზე ყოფილ UFC-ს ჩემპიონთან რობერტ ვიტიკერთან. მაგრამ იქამდე, როდესაც დუპლესის პრეს-კონფერენციაზე კითხვა დაუსვეს, ისრაელ ადესანიას არ მოეწონა მისი პასუხი და ესე დაიბადა ახალი პატარა კონფლიქტი. UFC-ში იყო 3 ჩემპიონი აფრიკიდან, თუ გახდები მეოთხე, როგორ ფიქრობ, პრომოუშენი იქ ტურნირს ჩაატარებს თუ არა? ამ ჩემპიონების არც ერთი კამარი არ ჩამოსულა აფრიკაში, ზოგი ამერიკაში წავიდა, ზოგი ახალ ზელანდიაში. ასე რომ მე ვიქნები პირველი ჩემპიონი აფრიკიდან. ბიჭო, აი რა პონჩი დამიძახა არა აფრიკელი. მაგ დროს ვიტეკერი რეიტინგში იყო მეორე ნომერი, 9 წლის განმავლობაში 13 შეხვედრა მოიგო UFC-ში და ამ დროის განმავლობაში ის ჩემპიონიც გახდა და მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა ორივე ისრაელ ადესანიასთან სატიტულო ბრძოლაში. 2023 წლის ზაფხულს ვიტეკერი და დუპლესის შეხვდნენ ერთმანეთს საპრეტენდენტო ბრძოლით. რაუნდის პირველი ნახევარი სპორტსმენებმა დაზვერვაში გაატარეს, სადაც ერთმანეთს 1-2 კბილი მოუსინჯეს და ვიტეკერმა პირველმა ტეიქდაუნით გადაიყვანა აფრიკელი მიწაზე. თუმცა დუპლესიმ მალევე მოახერხა გამოძრომა და ბრძოლა გაგრძელდა დგომში. რაუნდის ბოლო წუთზე უკვე დრიკუსმა გადაიყვანა ავსტრალიელი ძირს და დაიწყო მისი დამუშავება იქამდე, სანამ არ გაისმა გონგის ხმა. ვიტეკერმა მეორე რაუნდი ძალიან ეფექტურად დაიწყო, თუმცა დუპლესიც მუშაობდა კონტრზე. ამ შერკინების პირველი 2 წუთი იყო თანაბარი და ლამაზი ჩხუბი და აი მესამე წუთიდან დუპლესიმ წააბორძიკა დარტყმით ავსტრალიელი და თავს დაესხა ეგრევე. სულ რაღაც 20-წამიანი დომინაცია და მსაჯმა გააჩერა შეხვედრა, დრიკუსი გახდა ნომერ 1 პრეტენდენტი ტიტულზე. გამარჯვების შემდეგ, სანამ აფრიკელი იღებდა მოლოცვებს დონალდ ტრამპისგან და დანა ვაითისგან, მომავალი სავარაუდო მისი მეტოქე მას თვალებით ჭამდა. სანამ დუპლესი როგანს უყვებოდა, რომ ვიტეკერი იყო მისი კუმირი და მას ოთახში რობერტის პოსტერის დღემდე უკიდია, ადესანიამ დანა ვაითს თხოვა ოქტაგონზე ასვლა და UFC-ს ბოსმა მას მისცა ამის საშუალება. This is my African brother right here. Let's go, nigga. What's up, bitch? Let's go, nigga. Yeah, nigga. What's up, nigga? Yeah, my African brother. What's up, nigga? I'm African, but I ain't no brother of yours, son. My nigga, let's go. You my nigga for real. ყველა ელოდა ამსტერდამის მერე ამ მებრძოლების შერკინებას, მაგრამ სამწუხაროდ შონ სტრიკლენდმა ჩაუშხამა ფანატებს ეს მოლოდინი და 5 რაუნდიან ბრძოლაში მოუგო ადესანიას და გახდა UFC-ს ჩემპიონი. ეს ნიშნავდა მხოლოდ ერთს, წინ ფანატებს ელოდათ ომი სტრიკლენდს და დუპლესის შორის. ეს მოლოდინი კი გაამძაფრა ამ სპორტსმენების დაპირისპირებამ პირდაპირ ტრიბუნებზე. Wow. Oh my goodness. Oh wow. That move before he goes and attacks Dricus Du Plessis. Middleweight champion of the world would do that. Not just it. 2024 წლის 21 იანვარს დუპლესი ოქტაგონზე იდგა სატიტულო ბრძოლით მოქმედ ჩემპიონთან. ეს შეხვედრა გრძელდებოდა 5-ვე რაუნდი. მებრძოლებმა ძირითადად მთელი დრო დგომში გაატარეს ქაოტური ჩეხაობით. დუპლესი მეოთხე რაუნდში ცოტა ჭიდაობად ჩართო, მაგრამ შეხვედრა ისევ დარტყმების სულას დაუბრუნდა. ეს ორთა ბრძოლა იმდენად თანაბარი იყო, რომ საჯებიც გაიყვნენ გადაწყვეტილებაში და დრიკუს დუპლესის მიუსაჯეს გამარჯვება გაყოფილი გადაწყვეტილებით. კამრის მოპოვების შემდეგ დრიკუსმა გამოიწვია შეხვედრაზე თავისი ნათესავი აფრიკელი ადესანია. Hey, tonight, but Israel Adesanya, get your ass back in the UFC so we can settle the score.
სახში ჩასვლისთანავე დუპლესის დახვდნენ ფანები. ის ნამდვილი თეთრკანიანი ვარსკვლავი გახდა აფრიკელებისთვის და წინ მას ელოდა უმნიშვნელოვანესი სიქამრის დაცვა ისრაელ ადესანიასთან. შენი ძახი რომ მე კულტურა შევეხებ. მოკეტე რა, შენ საერთოდ არ იცი ჩემი ისტორია. გარტყმაში არ ხარ ვინ ვარ მე. მომისმინე, მე და მამა ჩემი დილის 4 საათზე ვიღვიძებდით და მივდიოდით ბანკში დამლაგებლად სამუშაოდ. დედა ჩემი ამ დროს კი მიდიოდა სასწავლებლად ექთანზე. შენ გარტყმაში არ ხარ, რა გამოვიარე, ასე რომ ნუ საუბრობ ჩემს ისტორიაზე, მოკეტე და კვირა დღეს დაელოდე. მე ამას ჩემი ახლობლებისთვის ვაკეთებ. ფიცა ვარ თქვენ გულისთვის, მე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, პირველ რიგში ვარ კაცი, მე ცრემლით წამომივა და სახესაც აგაძრობ. კვირას მე შენს ოცნებებს გავანადგურებ, მე მინდა ეს. Ori 2024 წლის 18 აგვისტოს დრიკუს დუპლესი შეხვდა ტიტულის დაცვით ისრაელ ადესანიას. ადესანიას უმაგრესი ისტორია აქვს, ამიტომ მასზე მომავალში ვიდეოს გავაკეთებ და იქ უფრო კარგად გაგაცნობთ მას. იქამდე კი შევხედოთ ამ ისტორიულ ორთა ბრძოლას. პირველ რაუნდში დიდად არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მებრძოლები პერიოდულად ფეთქდებოდნენ, სწავლობდნენ ერთმანეთს და ეძებდნენ კომფორტულ ტემპს და დისტანციას. მეორე რაუნდი შედარებით აქტიური იყო. დრიკუსმა გადაიყვანა ადესანია მიწაზე, სადაც რამოდენიმეჯერ ეცადა ოპონენტის დახჭობა, მაგრამ ისრაელმა მაინც მოახერხა ადგომა და დაიწყო მისი დისტანციიდან დაცხრილვა. ერთი მომენტი ადესანიამ თითქოს დაანოგდა უნაკიდევას თავისი მეტოქე, მაგრამ დრიკუსი არ დაიბნა და შევარდა კლინჩი, სადაც რამოდენიმე წამში აღიდგინა ძალები და რაუნდის ბოლომდე არ უშვებდა იზის. ის ახერხებდა პერიოდულად აქტივობასაც. თუ პირველი ორი რაუნდი დრიკუსის შედარებით უკეთესი იყო, მესამე ბრძოლის მონაკვეთში ადესანია ბევრად აქტიური იყო. ამ რაუნდის ბოლომდე დუპლესი იძულებული იყო ყოფილიყო თავდაცვაში. იზი ძალიან კარგად მუშაობდა დისტანციაზე და უდაოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა ეს ბრძოლის ეპიზოდი. Switching Constantly able to land on the counter. Nice left hook. 3. Voice there by Duplessis. Nice effort. It's so amazing to watch two completely different styles. Championship rounds forthcoming. მეოთხე რაუნდში ადესანიამ გააგრძელა თავისი დომინაცია. ის დგომში ბევრად უკეთესი იყო, ცხრილავდა დუპლესის დისტანციაზე და გარშემო ყველა იყო დარწმუნებული, რომ იზი ამ შეხვედრას მოიგებს. მაგრამ უკვე კარგად ნაცემად დრიკუსმა მესამე წუთის ბოლოს თავის ქაოტურად გაქნეული ხელები მოარტყა იზის და მიყვა მას ბოლომდე, სანამ არ აღმოჩნდა მის ზურგზე. აქ კი უკვე ტექნიკის ამბავი იყო და დუპლესიმ თავისი აფრიკელი ძმა დაახრჩო, რითიც დაიცვა თავისი ტიტული და მეორეჯერ დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ ის არის საუკეთესო მებრძოლი ამ წონით კატეგორიაში. But as you start to get a little more fatigue, it's a little harder to do. Sits it in, gets both hooks in, and finishes the fight. That is ამასობაში დუპლესი დაოჯახდა. UFC-მ კი მას საქორწინო საჩუქარი გაუკეთა შონ სტრიკლენდის სახით და მან ეს გამოწვევა მიიღო. მოდით ერთ რამეს ვიტყვი ჰოლანდიაზე. ისე ზედმეტ სახელი მაგრად მომწონს. ეს ტიპი ჩხუბობს როგორც გონებრივად ჩამორჩენილი სკოლის ავტობუსში და ჰეი, დრიკუს, მე ამის გამო შენ დიდ პატივს გცემ. რადგან შენ ჩხუბობ უმოწყალოდ როგორც მანიაკი, მაგრამ მე მოვიგე პირველი ბრძოლა და ამ შეხვედრაშიც გამარჯვებული მე ვიქნები. ასე რომ მოემზადეთ და დაუშვათ. კი, შეიძლება მე გონებრივად ჩამორჩენილი ვიჩხუბობ ავტობუსში, მაგრამ შენ ამ ავტობუსის მძღოლს გევხარ. 2025 წლის 9 თებერვალს ეს სპორტსმენები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს სატიტულო ბრძოლაში. ეს შეხვედრა გაგრძელდა 5 რაუნდს. თუ დრიკუსმა წინა ბრძოლამ საჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო, აქ ის ბევრად უკეთესი იყო და მოიგო შეხვედრამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. თითქმის 5-ვე რაუნდი სპორტსმენებმა დგომში ჩეხაობით გაატარეს. სტრიკლენდი 5-ვე რაუნდი მუშაობდა ჯებებით და აინტერესებდა მხოლოდ თავისი მეტოქის სახე. დუპლესი კი ამ შეხვედრაში ბევრად უკეთესი იყო და ბოლო რაუნდში შონს ცხვირიც კი გაუტეხა. ეს არ იყო ძალიან ეფექტური და ლამაზი ბრძოლა, თუმცა დუპლესიმ დაიცვა კამარი გარანტირებულად და კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი. Almost like he was trying to set it. that's what Eric would have wanted more.
ეხლა თქვენ ყველაფერი იცით აფრიკელი ჩემპიონის შესახებ და UFC 319-ზე ის თავის ტიტულს მესამეჯერ დაიცავს ხამზად ჩიმაევთან. შეგიძლიათ ნახოთ ჩიმაევის ვიდეო, შეაფასოთ და დაწეროთ თქვენი კომენტარები, საინტერესო იქნება თქვენი პროგნოზების წაკითხვა კომენტარებში. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ კომენტარებისთვის და აქტივობისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემს არხზე. ზუსტად თქვენ მაძლევთ იმ мотивაციას, რომ უფრო მეტი ისტორია და მებრძოლი გაგაცნობთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.